უღრმესი მადლობა. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო FM 105.9-ზე ცოცხალი შესრულება ჟღერდა. ახლა თქვენ მოისმინეთ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცა 1 ივნისის გამოძახილი, რომელიც ოდნავ დაგვიგვიანდა, თუმცა გვინდოდა, რომ ეს ამ დღეს ჩვეულებრივ არ ჩაევლოდა ჩვენ სტუდიაშიც. ბავშვები არიან დღეს და არა მარტო ბავშვები, გუნდის ხელმძღვანელი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის ხელმძღვანელი ბადრი ჯიმშელეიშვილი გახლავთ და ჩემი სტუმრები ასევე ლაშა ჟვანია, ლილუ რობაქიძე, რომლებიც აქ არიან და დღევანდელ არტისტულ ოთხშაბათს ერთად გავატარებთ. წინ ასევე გველოდება, რა თქმა უნდა, ცოცხალი შესრულება და გუნდის საქმიანობასთან დაკავშირებით უამრავი სიახლე, ბევრი გასტროლი არსებობს და ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მინდა რომ ვისაუბრო. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის, როგორ ხართ? მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, მადლობა, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეს ყველაფერი ეხება მით უმეტეს თქვენ ჩემს გადაცემაში ხართ, ნამყოფი ოღონდ დასრულებთან ერთად და ახლა ბავშვებთან ერთად ხართ და ეს არის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც პატარებს ეხება საქმე, როდესაც მათ სწორ განვითარებას, სწორ ღირებულებებს, სწორად აღზრდას, მუსიკალურ გემოვნებას, ყველაფერს ეხება საქმე, ძალიან კარგი საქმეა და ამისთვის პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ის რომ ჩემი დღევანდელი სტუმრები ხართ. რატომაც დღეს ესე გადავწყვიტე რომ შემდეგი თაობა. აი სვახალბედები არიან წელს მოვიდნენ. რამოდენიმე ძირითადი ნაწილი დღეს ვინც იყვნენ ბავშვების და რა ვიცი გვიხარია რომ აი უყართ ეს ასე ვქო ხალხური მუსიკა ჩვენი და ამაზე მუშაობთ ბევრს და ასევე საავტორო მუსიკაზეც მუშაობთ პარალელურად. რაც მოვისმინეთ ახლა ვისი კომპოზიცია გახლდათ, თქვენი კომპოზიცია გახლდათ. ეს არის გუნდი, რომელიც შერეულ მუსიკასაც მღერის, ესე იგი არა მარტო ფოლკლორული მიმართულებით ხართ, გაქვთ ფოკუსი გასწორებული. ეს მიმართულება 3 წლის წინ დავიწყეთ. დიახ. მაგამდე გუნდის 15 წლის არის. დიახ, აი მაინტერესებს საიდან იწყებს. მე ვიცი რომ 2000 დავუშვათ, მაგრამ ჩვენი მსმენელებისთვის ეს 10 წელს შეიქმნა, გუნდად ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ. დიახ. მანამდე კი იყო რა ქვია, როგორც ხალხური სიმღერის კლასი ასეთი. მაგრამ მოდიან ბავშვები რაღაცა მე შეიკებდნენ უკვე მომრავლდნენ და გავაკეთეთ გუნდი რა. ეს საკმაოდ წარმატებული გუნდია.
მაგრამ აი უკვე აი პანდემიის მერე რაღაც მოვიფიქრეთ რომ აი საავტორო მუსიკაც ჩართულიყო ამ ამბავში და ნენელა მივიწევთ წინ რაღაც ჩავწერეთ 1-2 ფონოგრამა და ჩანაწერი შესრულდა ძალიან კარგი მე მაინტერესებს რატომ გაიჩნდა ეს მიმართულება მოთხოვნადი თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ ძირითადად თქვენი აუდიტორია მე როგორც ხვდი იმდენად დიდ დროს ატარებთ საქართველოს საზღვრებს გარეთ რომ გონია რომ უცხოელები არიან თუ ქართველი ემიგრანტები ვისთან გაქვთ ძირითადად კვეთა იცით რა არის ისა ქართველებს დასაკვირველია ჩავდივართ ხოლმე უცხოელების ორგანიზებული ფესტივალებში მონაწილეობას უცხოელებს დასაკვირველია ისა ორგანიზებულია მაგრამ როგორც კი გაიგებენ რომ ქართული გუნდი ჩამოდის ახლა ჩვენ კი სხვა ნებისმიერი გუნდი ქართველებს როგორ უხარიათ ხო და ხანახან მესვის ხოლმე ვაციებთ დროშებით გამოდიან წელსაც ვიყავით მაშინ მესამეთ აქვია მშვიდობის ფესტივალზე ავსტრიაში ხო და ისე გამიხადა რომ დავინახე ჩვენები დროშებით და ისე ამერიკაშიც ესე თუ არიან ქართველები ყველგან არ არიან მაგრამ ჯერსიში ნიუ-იორკში აქ ბევრი საათს არიან სავსეა ხოლმე ახლა მაგალითად 2023 წელს სპეციალურად ჩავატარეთ ქართველებისთვის კონცერტი ნიუ-ჯერსიში. ძალიან კარგი. და გამომდინარე აქედან ესე იგი არა მარტო ფოლკლორი გახდა თქვენთვის წამყვანი ჟანრი, არამედ დაამატეთ, ხო? აი რატო ეს მინდოდა მეკითხა რომ მოთხოვნილება გაჩნდა თუ უბრალოდ თქვენი საავტორო მუსიკა ისედაც თქვენი შინაგანი მდგომარეობა რომელიც მეცადე უბრალოდ ამ სიმღერას გამოტანა. მაგალითად ახლა ეს დღესაც შევასრულეთ. დიახ. ეს ფორტეპიანოს თანხლებით არის და სიმებიანი კვარტეტის თანხლებით. დიახ. ეს გიტარით უცბად დრესის თქვენი გადააწყვეთ რომ სახელდახელოთ რომ შევასრულოთ პატარა ბავშვების ისე ამას და გარდა ამ პარტიისა რასაც ეს პრიჭები და გოგონები არსებობენ ასევე დიდი გუნდი არის ფონათი. დიახ. 4 ხმა არის კლასიკური ვარიანტი და სოპრანო ვარიანტი. დიახ. ხო და ძალიან ლამაზია და ასე შევასრულეთ იმაში მონტანაში ეს სიმღერა 23 წელს. დიახ. იქაურმა კვარტეტმა დაგვიკრა. ისე გახარებული ის ხალხი. რა კარგია ესო და მოკლედ ბოლო სიმღერა ეს იყო ხოლმე და იმ წელს კონცერტებზე და ხო ეხზე დიაბოდა ხალხი რა ვიცი მოწონდა. კარგია. მოკლედ ეს რაღაც გავაკეთე ექსპერიმენტის ვარიანტი და მე მგონი ნორმალურია რა. და ეხლაც ზუსტად მაგ თემას მისკვენი ზეგ გვაქვს კონცერტი სკოლის დარბაზში, ახალ დარბაზში. და უბრალოდ აფიშაზე დავაწერე ეს ჰიბრიდული კონცერტი რა, ნუ პირველი ნაწილი არის სუფთა ხალხურები, რაღაც გადაკეთებული არის სუფთა ხალხურები და მეორე ნაწილი არის აი ეს საავტორო მუსიკა. 5 სიმღერა შესრულდება. ძალიან კარგი. მოდი ახლა ბავშვებსაც დავუთმოთ. ბავშვებსაც კი არა, უნდა დავუთმოთ დრო. აუცილებლად ლაშა და ლილუ. მადლობა რომ ჩემი სტუმრები ხართ. მე მაინტერესებს რა არის თქვენთვის სიმღერა, რა არის თქვენთვის მუსიკა, რა დროს უთმობთ ზოგადად თქვენ ცხოვრებაში. ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ამის თუ იქნება რაღაცა სხვა რამით ხართ გატაცებული და ეს უბრალოდ ხობათ იტოვებთ. მე მაინტერესებს რა როლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში სიმღერას, მუსიკას, გუნდს, იცი რა, მე მესმის რომ შეიძლება ადამიანს გიყვარდეს სიმღერა და ეს მღეროდე. შენთვის მღეროდე, მაგრამ გუნდში სიმღერას კიდე ვიცი რამხელა უნარები და სხვა მიმართულების ნიჭი სჭირდება. ამიტომ თქვენ თუ გააქვთ ეს გაცნობიერებული და თუ იცით და თუ ხვდებით, არ ვიცი რომელი დაუთმობთ პირველი პასუხისთვის მიკროფონს. დაიწყოს ლილუ. აი მუსიკა არის ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ის არის ძალიან ლამაზი და ბადრი მასწავლებელმა მასწავლა შემაყვარა სიმღერა. ღმერთო ჩემო, ესე კი ისეთი გარემოა, რომ გახსოვს პირველი დღე, როდესაც მე ხვედი და თუ გახსოვს რა განცდა გქონდა?
და რა დაგხვდა, რას ელოდებოდი და რა დაგხვდა, გაამართლა თუ არა ის მოლოდინები, რასაც ელოდებოდი? ადრე მუსიკა არ მიყვარდა და არ მეგონა ეგეთ კაი რო იქნებოდა, მაგრამ ეხლა ძალიან მიყვარს. ესე იგი გადააჭარბა შენს მოლოდინს, გახსოვს პირველი დღე, როდესაც მიხვედი და პირდაპირ გუნდით დაიწყო შენი მუსიკასთან შემხებლობა თუ გონდა რაიმე გამოცდილება, იქამდე ვღეროდი და უშად მარტო არაფერი პირდაპირ, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს? დედიკოსი, მამიკოსი? მშობლების ძალიან კარგი და ყვაყოფილი ხარ შენი არჩევით. ახლა თვლი რომ მთელი ცხოვრება გექნება მუსიკასთან შეხება, ასე გქონია. ძალიან კარგი. აბა რა ხდება ლაშას შემთხვევაში? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ლაშა? მე შემოვედი მუსიკაზე 2 წლის წინ. ჯერ მეგონა რავი ჩვეულებრივი მუსიკა იქნებოდა, მაგრამ ჩვეულებრივად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ ბადრი მასწავლებელმა ძალიან შემოყვარა ეს პროფესია და აი ძალიან მოწონს, რავი, ყოველდღიურად სახში მღერი ხომ. რა მიდგომა აქ ბადრი მასწავლებელს ეგეთი განსაკუთრებული, როგორ დამაინტერესა, რომ აი ესე არ გიყვართ მუსიკა და უცებ გიყვარდებათ ბავშვებს, იმიტომ რომ მე თავიდან არა ვგულისხმობ, რომ ნუ აი რაღაცა რა ხდება ესეთი ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, თუ უბრალოდ კარგად გიხსნით აი ამ მუსიკის რას გამოარჩევთ რა თვისებას? ორივეს ძალიან კარგად გვამღერებს ხოლმე, აი შეცდომებსაც გვიხსნის ხოლმე მაგრამ და ძალიან კარგად გვამღერებს ხოლმე. უბრალოდ საყვარლები ხართ. გასტროლებთან დაკავშირებით მაინ. ეგ უნდა მეთქვა ზუსტად ლილუს არა გამოცდილება გასტროლებზე, დიახ. მაგრამ ლაშიკოს საკმაოდ გამოცდილება აქვს. რა ვიცი, წელსაც ამერიკაში მივდივართ და მოდის მეორედ. მეორედ თუ მეორედ? მეორე. შარშანცი ყავ ხო სამაში, ჩიკაგოში. ლაშა მითხარი, როგორია ფესტივალებზე, როდესაც ამდენ ადამიანი, ალბათ გუნდები იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ხო? არ იქნება სოლო შემსრულებლების ფესტივალი, რადგან თქვენ იღებთ მონაწილეობას. რა ხდება, როგორი გარემოა? თუ გამოარჩევ, თუ დაგამახსოვრდა რომელიმე სხვა გუნდი, დაუშვათ რომელმაც ძალიან დიდი ის გამოიწვია შენში აღტაცება და აღფრთოვანება და გამახსოვრდა რომელიმე გუნდი ესეთი ვინც მოისმინე უმეგობრდები ხალხს თუ რა ხდება მოგვიყევი რა ფესტივალებზე ბევრ მეგობარი გავიჩინე ქვეყნებში და ძალიან კარგი გუნდები იყო ყველა გუნდი მომეწონა ძალიან კარგად მღეროდნენ და ბევრი მეგობარი გავიჩინე ძალიან კარგი და თქვენ თვითონ როგორ იქცევით? უფრო თავისუფლად ხართ გასტროლებზე თუ პირიქით რაღაცა პასუხისმგებლობა გბოჭავთ, რომ აი მაინც მშობლების გარეშე ვართ, რაღაც სხვაგან ვართ, არ გავაბრაზოთ ბადრი მასწავლებელი, ვიყოთ უფრო ჭკვიანები და უფრო დამჯერეები თუ როგორ ხდება? ორივენაირად. თავისუფალი ვარ და არც უაბრაზებ ბადრი მასწავლებელს. ძალიან კარგი. ლილუ, წელს მიდიხარ შენს ახალ გასტროლზე თუ ჯერ არ გაქვს გამოცდილება ხოლმე და ჯერ არ იცი რაზე მესაუბრო. კარგი, მაშინ ბადრი მასწავლებელთან დაუბრუნდეთ და გითხარით ბადრი მასწავლებელო, რას თვლით, რომ რა უნდა დაინახოთ აუცილებლად ბავშვში, რომ შემდეგ მიხვდეთ რა განავითაროთ. გამოვა თუ არა მისგან და აქ არ არის საუბარი მუსიკალურ სმენაზე, რომელიც რა თქმა უნდა კონდეს ბავშვს და მონაცემი, მაგრამ ან იქნებ ყოფილა კიდეც ისეთი შემთხვევა, რომ ესე გამოკვეთილად არ ქონია ბავშვს მუსიკალური სმენა, მაგრამ რაღაცამდე მისულ ხართ. მე მქონია ასეთი გამოცდილება, რომ მეკონა, რომ ერთ-ერთი მოწაფისგან დარწმუნებული ვიყავი თითქმის, რომ ის ვერასდროს ვერ შეძლებდა სიმღერას. და ალბათ 2 თვეში ბავშვს ჩემს მიერ დაზუთხული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმღერა შეძლო უშეცდომოდ. და როგორ როცა ჩემი ყურით მოვისმინე, რომ ბავშვს არანაირი მუსიკალური სმენა არ გააჩნდა. როგორ მოხდა ეგ? პრაქტიკაში ახლა გეტყვით რა სულ 2 ბავშვი მყავს ბავშვებული, ასეთ ბავშვები როგორ თავიდან უარს არ ვამბობ არავის, აი რაც უნდა ის იყოს, არც მენა და არც ნული არაფერი, მაინც ვიწყებ ხოლმე მასთან მუშაობას, უარს ვერ ხო, კი, როცა სურვილი აქვს. თავიდან ესე ვიყავი ამდენ წელი ლავკი. ხო და ნუ აი ორს ვერაფერი ვერ 2 ბავშვი იყო, მახსოვს და აქ როგორ არის იცით სმენა და
ხმა ეს ერთია. კიდე არის მესამე რაღაც. უნდა გინდოდეს. იდრეკილება უნდა გქონდეს. რაღაც ჟილკა უნდა გქონდეს, რაღაც მოგინდეს რა, რომ იმღერო. შეიძლება ვერი თავიდან არ მოგეროდეს, მე არ გქონდეს ისა, მაგრამ თუ მოინდომი ადამიანმა, ასაკურველია მიაღწევ რა. კი, მეც მგონია რომ შეიძლება იმუნარებზე და უშედ რაც უკვე პროფესიონალ შემსრულებელს სჭირდება, შეიძლება ამთლად ბოლომდე ამას ვერ მიაღწიო, მაგრამ ასაკურველია, ნუ გუნჩი რომ იმღეროს ადამიანმა აი ამ დონეზე ასაკურველს. თუმცა გუნჩი სიმღერაზე უდიდესი პასუხისმგებლობაა და უდიდესი. სოლო უფრო რა თქმა ის არის ახლა სოლისტის გუნდის სხვა ის არის ტექნოლოგია და სხვა სირთულეებია. დიახ. ასაკურველია, მაგრამ მე ვამბობ თვითონ მონაცემებზე, ადამიანის მონაცემებზე, რომ ის ადამიანი ვინც გუნდში შეძლებს რომ იმღეროს, მეცენებს შეიძლება ვერ გახდეს სოლო და თავისთავად. თავისთავად. ამას ვამბობ. მე ჩემ მეგობარს ესეთი ბავშვს ნუ უარი არ უნდა ისა ჩემო მეგობრმა მითხრა რა უწმინდეს უთქვია. დიახ. ილია მეორეს უთქვამს ისთვის რომ ისო ასოცი ბავშვი იყო იმაზეო კასტინგზეო რა და რატომაც ჩამოვარდა ამაზე საუბარი არ ვიცი უწმინდეს უნესთან მე არ ვიცი ხლა ეს თემა, მაგრამ და 70 მაგარი ბავშვი ამოვარჩიო მივიღეო რა. 70 ბავშვი მივიღეო და პატრიკს შეუშვია და იმ 50 რა უთხარი. ხო. როგორ გაუბრუნეთ უკანო. ხო, აი ესეთი თემა ბავშვი ძალიან ფაქიზია ნამდვილად. არანაირად ფული არ უნდა დაწყვიტა, ბოლომდე უნდა ისქნა. თუ შეეცადა წამოყადა ეს თემა კიდე უკვე მე ხო წერა რო თქვი უნდოდეს. კი, ესე იგი თქვენ შემთხვევაში ყოფილა ასეთი მაგალითები, როცა ზოგჯერ არ გაუმართლებია, თუმცა აქ სურვილს არის. ორი მახსოვს რა, რომელიც ჩემი იმით შევით რო გავუთხარი რომ მეთქი ბოდი. გასაგებია. პრიორიტეტი სხვა რამე აიღე და ეს ლამაზად რა. განაჩენი არიან ბავშვები, აი ის არის, მაგრამ მუშაობით რაღაც გამოდის ხოლმე რა. ძალიან კარგი. ჩვენ ახლა სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ ცოტა ხნით. და ისევ დაუბრუნდეთ გუნდთან ერთად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ მოისმენს და იხილავს ჩვენი რადიო მსმენელი და მაყურებელი ცოცხალ შესრულებას და ისევ ისაუბრებთ გასტროლებზე და გეგმებზე, რომელიც გუნდთან დაკავშირებით არსებობს.